მოგესალმებით მე მარტო ხელადე და სოფო სურგულაძე. პირველ რიგში მადლიერებით მინდა დავიწყო და გითხრათ მადლობა იმისთვის, რომ საკმაოდ აქტიურობთ. შემოდის ძალიან ბევრი შეტყობინება და ძალიან ბევრი თბილი კომენტარი, რისთვისაც ძალიან დიდი მადლობა. არ დაგავიწყდეთ გამოგვიწეროთ TikTok-ზე, YouTube-ზე, Instagram-ზე და Facebook-ზე. ასევე არ დაგავიწყდეთ ზარის ღილაკი გააქტიუროთ YouTube-ზე. რაც შეეხება რეკლამას, ჩვენ ისევ მოლოდინის რეჟიმში ვართ და ისევ ვეძებთ ადამიანს, ვინც გამოიჩენს სურვილს, რომ ჩვენს გადაცემაში გააკეთოს რეკლამა, რათა ჩვენ განვაგრძოთ და შევძლოთ ღირსეულად გადაცემების კეთება. დღევანდელ თემას რაც შეეხება, დღეს ვისაუბრებ არაჩვეულებრივ ქალბატონთან ერთად საკმაოდ საინტერესო თემაზე. და ვფიქრობ არა მარტო ჩემთვის საინტერესო თემაზე, არამედ ზოგადად ძალიან საჭირო და საჭირბოროტო საკითხზე, წამალ დამოკიდებულ ადამიანებზე, ზოგადად დამოკიდებულ ადამიანებზე. დღევანდელი ჩვენი გადაცემის სტუმარია არაჩვეულებრივი ქალბატონი მარი ქუთათელაძე, კლინიკური ფსიქოლოგი. მოგესალმებით. ბევრი რომ არ გავაგრძელოთ და არ გაგვეწევლოს დროში, პირდაპირ გადავალ და დავიწყოთ საუბარი. ეს არ მინდა კითხვა-პასუხის რეჟიმში იყოს, მინდა ძალიან მეგობრულად და შინაურულად ვისაუბროთ იმაზე, რაც ძალიან ბევრის ტკივილია, რაც ჩვენი ქვეყნის ტკივილია, თაობებს, გვართმევს შეიძლება ასე ითქვას და სანამ უფრო გავამწვავებთ და მწვავე თემაზე გადავალ, დავიწყოთ იქიდან, რომ როგორ დავიცვათ ჩვენი შვილები ნებისმიერი დამოკიდებულებისგან. რა უნდა გავაკეთოთ, რას მივაქციოთ ყურადღება და რაში შეიძლება გამოიხატებოდეს ის, რომ მათ აქვთ რაღაც პრობლემა და დახმარება სჭირდებათ. მადლობა პირველ რიგში. მადლობა თქვენს გადაცემას და წარმატებას გისურვებ. ერთ-ერთი მეგობარი და გულშემატკივარი შეიძინეთ ჩემი სახით დღეს. მადლობა რომ თემით დაინტერესდით და საკმაოდ საჭირბოროტო და აქტუალური თემა არის და მით უმეტეს ეს საკითხი ძალიან მწვავედ დგას დღეს საქართველოში ახალგაზრდების წინაშეც და ბევრი მშობლის გამოწვევაც არის და მნიშვნელოვანი არის ხოლმე ამ საკითხებზე ღიად საუბარი. მივიდეთ იმ გადაწყვეტილებამდე, როგორ შეიძლება რაღაცები შევცვალოთ და ძირითადი რითაც შეგვიძლია რომ რაღაც შევცვალოთ და ღირებული გავაკეთოთ ჩვენი შვილებისთვის, ეს არის პირადი მაგალითი, ერთი და მეორე, რომ ავამაღლოთ ცნობიერება და რაც შეიძლება მეტი და თუნდაც მარტივი და გასაგები ინფორმაცია მივაწოდოთ შვილებს, რომ არ მოხდეს რომანტიზირება თუნდაც ამ ნივთიერებებთან დაკავშირებით, ვთქვათ, აი გამოყენების რომანტიზირება, ვთქვათ, კლუბში ნივთიერებასთან ერთად წასვლის რომანტიზირება, ხო, ის საკითხები, რომელიც შეიძლება ახალგაზრდა თაობისთვის უცხო იყოს და მოგეხსენებათ აკრძალული ხილის თემა, ხო, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ საკითხებზე ღიად ვისაუბროთ, არ გვეშინოდეს საკუთარ შვილებთან ემოციური საუბრის და ინფორმაციის მიწოდების თუ დგება რა თქმა უნდა ეს საკითხი აი ამ კუთხით ხო ეხლა ჩვენ ყოველთვის შეგვიძლია პრევენციული ზომებიც გამოვიყენოთ რა თქმა უნდა გააჩნია ხო ეხლა ერთმნიშვნელოვნად თქვა სასახად ერთი თქვა სტრატეგია ვერ იარსებებს თუმცა თუ თქვა ვამჩნევთ და ნამდვილად აი დასაბუთებული ეჭვი გვაქვს ვთქვათ, ხო, რომ შეიძლება გარემოში კონდეს ურთიერთობა, ან უბრალოდ, ну, აი ეს რაღაცა მშობლის ინტუიციით, ხო, რაღაცა განცდის დონეზე ამას გრძნობდეთ. კარგი არის თუ მივაწვდით ინფორმაციას, ან დავიხმართ შესაბამის სპეციალისტს, მაგრამ აქაც აი ვიტყვი, რომ ძალიან მნიშვნელოვანია კი შეიძლება არასრულწლოვანი იყოს, მაგრამ მისი ნება იყოს გათვალისწინებული, ანუ მივაწოდოთ ინფორმაცია და შევთავაზოთ და კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი ეს არის თვითონ დაწესებულება, სადაც იზრდება, ხო, ანუ სკოლა, რომელიც აძლევს განათლებას. ბაღის ასაკის ბავშვს ნამდვილად არ აქვს ხო ამის საჭიროება, ეს არის მაინც უფრო ალბათ 13-14 წლიდან, ხო, აი მოზარდობის ასაკი და თინეიჯერობის ასაკი, როდესაც აქვს სურვილი ეს დამოუკიდებლობის შემეცნების და სოციალიზაციის, ხო, აი ამ ასაკისთვის რაც არის დამახასიათებელი და ის რომ თქვათ არ გახდეს, ხო, ეს ამ მავნე ჩვევისკენ თქვათ გადახრა ან ინტერესის გაჩენა, აი შეგვიძლია პრევენციული ზომები ამ კუთხით
გამოვიყენოთ და სკოლა, რომელიც ძალიან მნიშვნელოვან როლს ასრულებს და პედაგოგები, ვინც უშუალოდ მუშაობენ. ალბათ იმაზეც უნდა ვიმუშაოთ ჩვენ შვილებთან, რომ ცდუნებას გაუძლონ, იმიტომ რომ გარემოსგან ჩვენ ხომ ესე 24/7-ზე ვერ დავიცავთ, ანუ უკვე გარკვეულ ასაკში ისინი დამოუკიდებლად მიდიან სკოლაში, თქვა სკოლის მერე შეიძლება ვიღაც მეგობართან. შეიძლება გარკვეული მეგობრის წრე ვიცოდეთ, მაგრამ მეგობრის მეგობარი არა და აი იქ რომ რაიმე ცდუნება იყოს ამის გამორიცხვა გამორიცხულია. აქედან გამომდინარე, ალბათ ამისგან რომ დავიცვათ, უნდა მივაწოდოთ ინფორმაცია, უნდა ვუთხრათ, რომ არასთქმა არ არის სირცხვილი. ის რომ თუნდაც შეიძლება შენ გეშინია ამის გამოყენება და მიღება, არც ამის თქმა არ არის სირცხვილი და რაც კიდევ მინდა, აი ჩაგეკითხოთ ამ საკითხთან დაკავშირებით, როდესაც ვხედავთ, რომ ბავშვში ნაკლებად გამოიყოფა ბედნიერების ჰორმონი და არის ცოტა დეპრესიული, ანუ იცით რისი თქმა, იმიტომ რომ წინა პლანზე პოზიტივი კი არ მაქვს, უფრო უარყოფითი მხარე მაქვს. ასეთი ტიპის ბიჭები თუნდაც გოგოები უფრო ადვილად შეიძლება ცდუნდნენ ამ შემთხვევაში, რომ აი ის მომცემს იმ რაღაცას, რაც მე ნაკლები მაქვს და ამ შემთხვევაში აი რითი შეიძლება დავაკაოთ. მის თქვენი ნახეთ, ზოგადად ძალიან განსხვავდებით ერთმანეთისგან ჩვენი ხასიათით და ტემპერამენტით, ხო და ეს ჩვენი ხასიათი და ტემპერამენტი განაპირობებს რაღაცა მომენტში, როგორი თქვათ განწყობით ვარ და როგორი დამოკიდებულებით ვარ ზოგადად სამყაროს მიმართ, ხო? მესმის თქვენი შეკითხვა, თქვათ რაშიც მდგომარეობს, მაგრამ ესე ცალსახად რო ერთი კონკრეტული რეკომენდაცია ხო ძალიან ინდივიდუალური არის და მშობელი ყოველთვის თავისი მშობლის ინტუიციით, ხო ეს სიყვარულის ძალით ძალიან კარგად შეიძლება გრძნობდეს, რომ შეიძლება რაღაცა პრობლემის წინაშე იდგეს. რა შეეხება ეს სულ ბედნიერი ესე ვერ ვიქნებით, ხო? ხო, რა თქმა უნდა. ანუ ცხოვრება ძალიან ესეთია, ის რაც შეგვიძლია, ვთქვათ, მივაწოდოთ საკუთარ შვილს, ვასწავლოთ, როგორ შეიძლება, ვთქვათ, ხო, პირადი მაგალითით, რომ ვასწავლო, განათლება მივცე, შემეცნებითი გავხადო მისთვის, რაში შეიძლება რომ მიიღოს ბედნიერება, ხო, როგორ შეიძლება სიხარულის განცდა განიცადოს და ხშირად ვეცადოთ, ვესაუბროთ ემოციებზე. სახელდება, აი ხშირად არის ხოლმე რომ მოდიან მომართავენ მე პირადად ადამიანები და მით უმეტეს მიწევს დამოკიდებულების მქონე ადამიანებთან, როგორც რეაბილიტაციის ცენტრში მუშაობა, ასევე დეტოქს კლინიკაში და მე მიწევს რომ ვასწავლო, ანუ შევთავაზო ასეთი ემოციების ცხრილი, რითაც იწყებს იდენტიფიკაციას საკუთარი ემოციების. სამწუხაროდ, აი მივდივართ ხოლმე მე იქამდე და თუნდაც მოზარდებთან, როდესაც მიწევს შეხება, მივდივართ იმ მდგომარეობამდე, რომ იდენტიფიკაციას ვერ ახდენს ადამიანი საკუთარი ემოციის. რას ვეძახით სიხარულს? რატო ფიქრობთ, რომ თქვათ ესე უნდა გამომუშავდეს ეს ჰორმონთან ერთად, ხო? როგორი შეიძლება იყოს, თქვათ, კმაყოფილების გრძნობა, აი წარმატების კმაყოფილება, ვთქვათ, აი ეს შეფასებითი ნაწილი, რომელსაც საკუთარი თავი სთავაზობს მოზარდს, მაგრამ ეს არის მოდელი, რომელიც არის მშობლისგან მიწოდებული, ან იმ გარემოსგან, რომელშიც ის იმყოფება, ხო, აი ეს იქნება სკოლა, პედაგოგი თუ ასე შემდეგ. აი ძალიან მნიშვნელოვანია აქაც, რომ ისევ ღიად და გახსნილად თუნდაც ვისაუბროთ საკუთარ ემოციებზე, რომ აი რა არის სიხარულის გრძნობა, როდის გრძნობ ამ სიხარულს, ხო? კიდევ ერთი არის ხოლმე. ან რითი ვგრძნობ ამ სიხარულს? კი და როგორ შეიძლება გამოვხატო თუნდაც, ხო? აი რა შეგრძნება არის ეს? რა არის სიყვარულის გრძნობა, ხო? ანუ ის მდგომარეობა, რომელიც შეიძლება რომ არსებობდეს ადამიანში და შეიძლება უბრალოდ ამ მდგომარეობაში იყოს და ეს არ იყოს ერთი გაელვება მაგალითად, ხო? ანუ ხშირად არის მომართავენ და მეუბნებიან რომ მე სიყვარული არ ვიცი. ხო, შეუძლებელია ადამიანი, რომელიც ამ მოცემულობით არის, ხო, სიყვარულის არ ცოდნა, უბრალოდ ის შეგრძნება ვერ არის სახელდებული. კი ბატონო. ხო? ამიტომ აი დავარქვით იმ ემოციას სახელი. იმ მომენტში ვერ დავარქვით სახელი და ძალიან მნიშვნელოვანი არის ხოლმე, რომ აი ამაზე თუნდაც, რომ ეს არის სიყვარულის მდგომარეობა და სიყვარულის მდგომარეობა ეს არ არის, თქვათ, რაღაც გიყიდე
რაღაც გაგიკეთე, ან კარგი ნიშანი მიიღე და ამის გამო მიყვარხარ, ხო? ეს არის ის, რომ მე უპირობოდ მიყვარხარ ისეთი, როგორიც ხარ, მე გიღებ ისეც, როგორიც ხარ, შენი წარუმატებელი ნაბიჯებით, ანუ იმ გამოცდილებებით, რომელსაც შენ ახერხებ და გაივლი, იმიტომ რომ შენ ხარ ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი და მთავარი ადამიანი ჩემს ცხოვრებაში, ხო? ეხლა შვილთან მიმართებაში ვსაუბრობ ამას. და ვთავაზობ ამ მოდელს, რომ მე გიღებ ისეც, როგორიც ხარ, მე მხარდაჭერას გიკეთებ და მოდი მოვსინჯოთ, თუნდაც ვცადოთ, ხო, ერთად მოვსინჯოთ. სად არის შენი ძლიერი მხარე, ვთქვათ, სად გაგიჭირდა, როგორ შეგვიძლია გავძლიერდეთ. აი ეს კომუნიკაცია, რომელიც ხშირ შემთხვევაში სამწუხაროდ აკლიათ და მოდიან უკვე ზრდასრული, გაზრდილი ადამიანები, ვისაც დანაკლისი აქვს ამ ყველაფრის და გარბის ნივთიერებაში. კი ბატონო, აი ერთ პატარა მაგალითს მოვიყვან და გადავალ შემდეგ საკითხზე. ჩემი შვილი არის ესეთი, ალბათ უფრო სიმძიმისკენ მიდრეკილი და ეს ბედნიერების ჰორმონი ნაკლებად გამოუმუშავდება ვიდრე მე. და მე სუბედნიერი ვარ გიჟივით და გავუშვი ფარიკაობაზე დადიოდა და წავიდნენ ფარიკაობიდან შეჯიბრზე და იქიდან მირეკავს ერთ დღეს და მეუბნება რომ რა ქვია დედა, იცი, მე შენსავით პოზიტიურად შევხედე ცხოვრებას და რა მოხდა დედამეთქი და მასწავლებელმა დაგვსაჯაო და 50 ბუქნი გამაკეთებინა და ისეთი ბედნიერი ვარ რომ მეუთხარი დედა შენ თუ ბუქნი გამოგაყობინებს ესეთ ბედნიერებას მეც მასე დაგჭი სახლში რომ ჩამოყვალ რომ სუბედნიერი ისეთი ბედნიერი იყო რომ აი შენაირად პოზიტიურად შევხედე რომ აი ეს ის მაგალითი იყო რომ დაინახა შეიმეცნა ხო რას ნიშნავს პოზიტიურად განეწყო ცხოვრების მიმართ რა. იგრძნო ის თავისი შესაძლებლობა, თუნდაც 50 ბუქნის გაკეთება არ არის მარტივი, მინდა გითხრა და თუნდაც ეს სიხარული წარმატების, ხო, ეს შეიმეცნა. კიდე რომ ისე გამეხარდა, რომ აი იპოვნა ის მომენტი და დაიჭირა ის, რასაც მე განვიცდი და მანაც იგივე რომ განიცადა და მოეწონა ძალიან გამეხარდა. ეხლა ცოტა რთულ საკითხზე რომ გადავიდეთ, მინდა ესეთი ფორმულირება მოვახდინო კითხვის. მე მესმის რომ ძალიან რთულია ერთმნიშვნელოვნად იმის თქმა, რომ აი ესეთი ტიპის ქალი ან კაცი ან ბიჭი ან გოგო შეიძლება რომ გახდეს წამალდამოკიდებული ან ნებისმიერი რამის მიმართ დამოკიდებული, თუნდაც ალკოჰოლის, მაგრამ მაინც აი როგორი ტიპის ადამიანები ვერ უძლებენ თუნდაც ცდუნებას. აი რატომ უფრო დიდი პროცენტულობა როგორი ტიპის ადამიანს აქვს, ან როგორ გარემოში გაზრდილს, ან რა გარემომ შეიძლება მათ მისცეს იმის ცდუნებაზე წასვლის საშუალება, რომ ჩემი არაპროფესიონალის დაკვირვებით გამოცდილება იმისა, რომ წამალდამოკიდებულ ადამიანთან ერთად ცხოვრობდი, მივედი იქამდე, რომ კონკრეტულად მასზე შემიძლია თქვა და კიდევ რამდენიმე ადამიანზე, ვინც ასე ცხოვრების მანძილზე თქვა შემხვედრია, იყო ის, რომ თვით შეფასება ქონდა ძალიან დაბალი და როდესაც წამალს მოიხმარდა, არ ვიცი ახლა ვერ დავაკონკრეტებ კონკრეტულად რა წამალს, მაგრამ ის აძლევდა იმის შეგრძნებას, რომ ის იყო ყოვლის შემძლე, ანუ აი ის რაღაცა სისუსტე პირიქით უძლიერდებოდა და თვლიდა, რომ ძალიან მაგარი ტიპი იყო და ყველაფერს გააკეთებდა და მთებს გადადგავდა. და აი არის რაიმე ესეთი თქვათ მოცემულობა, რაც გვაძლევს, რომ აი ასეთი ტიპის ადამიანი შეიძლება უფრო ან რა ასაკში ხდება, თუ ამასაც ასაკი არ აქვს, შეიძლება 40 წლის ადამიანმა გადაწყვიტოს და თქვათ გახდეს წამალდამოკიდებული, თუ არის რაღაცა სოციუმი, რაშიც ადამიანი გაუძლებს და მადლობა, კარგი კითხვა არის ძალიან და მრავალი ესეთი მრავალი კუთხით შეგვიძლია ვიმსჯელოთ ამ საკითხზე, ესეც ძალიან ინდივიდუალური არის. და ზოგადად ახლა ჩვენი რწმენები და შეხედულებები ძალიან ესეთი ფუნდამენტური და ბაზისურია, ხო და ძალიან ესეთი ადრეული ასაკიდან იწყება, ხო? ის რაც ვთქვათ, ჩაიდო ჩემში ფუნდამენტურად. თუმცა ახლა გამოცდილებიდან გამომდინარე, ხო, ეს ცხოვრებისეული გამოცდილებებიდან, ნუ რაღაც ვიზრდებით და რაღაცეები გვეცვლება, რაღაც დამოკიდებულებები გვეცვლება, შეხედულებები გვეცვლება, ხო? ანუ რაღაც მიმღებლობა მეტია, ვიღაცის შემთხვევაში ნაკლებია. ესე რომ ერთი განმაპირობებელი ფაქტორი არსებობს, აი თვითონ
დაავადება, დამოკიდებულება, ხო, რომელსაც სტატუსი აქვს, დაავადების სტატუსი, რომელიც ითვლება, რომ ქრონიკულია და პროგრესირებადია და მომაკვდინებელია, ხო? სასიკვდილოა, ანუ საკმაოდ მძიმე მდგომარეობასთან გვაქვს და ეს არის როგორც ფიზიკური, ვთქვათ, მდგომარეობა, რასაც ქვია, რომ სრულიად, ვთქვათ, ფიზიკური სხეულის დონეზე არის ცვლილებები და საკმაოდ მძიმე ცვლილებები ეს არის გულსისხლძარღვთა სისტემა, ეს ფსიქიკურ ფაქტორსაც რომ არ გავამახვილოთ ამაზე ყურადღება, თუმცა აზროვნების შემცვლელი ქვია, ხო? ყველა ნივთიერებას, მაგრამ გარდა ამისა, ფიზიკურ დონეზე ადამიანი იცვლება, ხო? განიცდის ფიზიკურ ცვლილებებს. იგივე აი შარდვის, ვთქვათ, ფუნქცია იკარგება, ხო? კუჭის მოქმე ის რომ შია, ვთქვათ, აი ხშირ შემთხვევაში შეიძლება უბრალოდ დაავიწყდეს ან ვერ იგრძნოს შიმშილის გრძნობა, როდესაც იმყოფება ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ. ეს არის ფიზიკური ფაქტორი, ხო? ანუ ბიოლოგიას რაც ბიოფსიქოსოციოსულიერი. შემდეგი ფაქტორი ეს არის ფსიქიკა, ხო? ცვლის აზროვნებას და ამაზე ვთქვით, რომ ეს კოგნიცია, ანუ აზროვნების შემცვლელია და აზროვნება, როდესაც იცვლება, დესტრუქციული მიმართულებით იცვლება, ხო? სტრუქტურირებული აზროვნება ნაკლებად ხდება ხოლმე, ხო? შემდეგი ფაქტორი ეს არის სოციალური ფაქტორი, იმიტომ რომ ადრე თუ გვიან დამოკიდებული ადამიანი მარტო რჩება, ანუ რესურსი აღარ რჩება, ხო, არც მის ოჯახის წევრს, ხა ეს არ არის სიყვარულთან ოჯახის წევრს უყვარს თუ არ უყვარს, ანუ სიყვარულის გრძნობასთან არ არის დამოკიდებული. ეს არის დამოკიდებული იმასთან, რომ ყველანაირი რესურსი იწურება და ნუ სულიერი მხარე, რომელიც აბსოლუტურად სიცარიელეს მოიცავს, ხო? ანუ ვერ გრძნობს ადამიანი, საერთოდ ვერ გრძნობს ვერაფერს. არ არსებობს სიხარული, არ არსებობს ბედნიერება, არ არსებობს ერთადერთი მიზანი, რაც არის მის ცხოვრებაში, ეს არის როგორ მოიპოვოს დოზა. და ხშირ შემთხვევაში უკვე სიამოვნების შეგრძნებაზე არ არის საუბარი, ეს არის იმისთვის, რომ სიცოცხლე გადარჩეს, ანუ ტკივილი გაუჩნდეს ამ ადამიანის. აი, როდესაც ამ მდგომარეობაში და ამაში არსებობს ნივთიერება, რომელსაც სწრაფად შევყავართ, არსებობს ნივთიერება, რომელსაც ნუ რაღაცა გარკვეული, მაგრამ ნებისმიერი და გავამახვილებ ყურადღებას ალკოჰოლზეც, იმიტომ რომ ჩვენ ღვინის ქვეყანა ვართ, მაგრამ სამწუხარო ფაქტი არის ის, რომ ნუ ესეთი რაციონალური მოხმარება არ არსებობს, ნებისმიერი რაც აზროვნებას ცვლის, პროფესიული თვალსაზრისით, ხო, და კვლევებიც ადასტურებს ამას, ვეთანხმებით და ვთანხმდებით, რომ ზიანს გვაყენებს. ეხლა რაც შეეხება, ვთქვათ, გამოსავალს ამ მდგომარეობიდან, ხო, რომ ხშირ შემთხვევაში ადამიანები ვერ მიდიან გადაწყვეტილებამდე, ანუ სანამ რესურსი რჩება იმის, რომ რაღაც კონკრეტულ გადაწყვეტილებამდე მივიდეს, დიდი გზა არის ხოლმე გასავლელი და ესე არის ხოლმე ძირითადად მაინც სტატისტიკურად გამოვლენილი არის, რომ მაინც უფრო ადრეულ ასაკში ხდება ხოლმე ეს დამოკიდებულების განვითარება და თან ნახეთ თვითონ ამ დიაგნოზს, ამ დაავადებას არ აქვს სქესი, არ აქვს რელიგია, არ აქვს სოციალური სტატუსი, საერთოდ არაფერი არ გააჩნია, ეს არის დიაგნოზი. და ცალკე არის პიროვნება და ცალკე არის დიაგნოზი და ამ პიროვნებას აქვს დიაგნოზი, მაგრამ ეს დიაგნოზი იმდენად მოიცავს ამ ადამიანს, რომ პიროვნება აღარ რჩება. კი ბატონო. ცარიელია, ხო? შესაბამისად, ნახეთ, დრო ყველას თავისი დრო აქვს, ვთქვათ, ეტაპი, როდესაც ყველას თავისი ეტაპი აქვს და გარემოებაც, ხო, ეხა შეიძლება თანაბარ პირობებში იზრდებოდეს ადამიანი, მაგრამ აი ხო, მქონია ესეთ შემთხვევები მე პირადად, რომ ერთი ოჯახის წარმომადგენელია და ამას აქვს სერიოზული პრობლემა, ამას საერთოდ არ აქვს პრობლემა და ეს ზრუნავს ამაზე, ხო? ანუ ესეც ესე ერთმნიშვნელოვნად ვერ ვიტყვით, თუმცა რა თქმა უნდა ვთანხმდებით იმაზე, რომ სოციალური ფაქტორი, ვთქვათ, გარემო განმაპირობებელი, ხო? ის მიმბაძველობითობა რაც გვაქვს და რაც ნუ გარკვეულ ასაკში უკვე გადალახული უნდა იყოს, იმიტომ რომ მე ვთქვათ ცნობიერი იდენტიფიკაცია კეთდება, არის რომ ადამიანს უჭირს ამის გაკეთება და გარბის ეს არის მარტივი საშუალება, პრობლემებს გაუმბის და მასში ეძებს მარტივი საშუალება, თავიდან რაღაცა ესეთი ილუზორული, მე
მოდის მოვიხდი შეიძლება ვიღაცას არ მოეწონოს ეხა ამას რო საუბრობ ამ ფორმით, მაგრამ არ არის იმის დრო, რომ ჩვენ ამაზე შერბილებულად და გალამაზებულად ვისაუბროთ. არა, ნამდვილად. ადამიანები იყენებენ ამას როგორც მარტივ საშუალებას და რეალურად საკმაოდ რთულ და სავალალო მდგომარეობამდე შეიძლება მიიყვანოს. კი არა და მიიყავს კიდევაც. ანუ პრობლემას არ ჭრიან 1000-ჯერ მეტ პრობლემას იქმნიან ამით და მარტო თავისთვის კი არა, გარემოს, რომელშიც არის ოჯახს, ნათესავებს და ყველას, ვინც მისი გულშემატკივარია, 100-ჯერ მეტ პრობლემას უჩენს, ვიდრე ის რომ დაჯდეს და გულწრფელად თქვას, პირველ რიგში საკუთარ თავთან აღიაროს ის პრობლემა, რაც არის და მე სხვას უთხრას ხელის. რაღაცა მომენტში ჩვენ ხო საუბარიც არ გვასწავლეს. ჩვენ ხო გითხრეს, რომ არ უნდა გვეტირა, ბიჭები არ ტირიან, გოგოებმა ყველაფერი უნდა ეს ხა მე არავის არ ვეხები პიროვნულად. ზოგადად მაგრამ თემაზე რა პრობლემას იწვევს. გარკვეული სტერეოტიპები და ძალიან მიხარია და ძალიან დიდი მადლობა კიდევ ერთხელ რომ თქვენ ინტერესდებით ამ საკითხებით და ზუსტად აი ამ ფორმატით ხდება ამის ყველაფრის გაშუქება, რომ ამისი ადამიანური მხარეც არსებობს და არსებობს ის მხარეც, ვთქვათ, ესე ჩვენ დამნაშავეებს ვერავის ვერ დავაბრალებთ, ადამიანის, ვთქვათ, ნივთიერებასთან დამოკიდებულების მდგომარეობას, თუმცა არის რაღაცა ძირეული შეხედულებები, იგივე ალკოჰოლთან დაკავშირებით, ხო, ისევ გამეორდები ღვინის ქვეყანა ვართ, ანუ ის რაღაცეები, რასაც საშუალებებად ვიყენებთ იმისთვის, რომ გავერიდო პასუხისმგებლობას ჩემს ემოციებზე, ჩემს ფიზიკურ სხეულზე, ჩემს, ვთქვათ, მოქმედებაზე, ფინანსურ მხარეზე, ხო, ანუ მაქსიმალურად გვერდი აუარო, იმიტომ რომ ალბათ ეხა აი ეს სტრუქტურირებული, ვთქვათ, ხო, რა არის ჩვენი ყოველდღიური ცხოვრება, როდესაც დასრულები ხდებით, ვდგებით იმ რეალობის წინაშე, რომ რაღაც მოქმედებებია, ხო, ეს ფსიქოჰიგიენას, რასაც ვეძახით, ვთქვათ, ეს ფიზიკური აქტივობა, ვთქვათ, ეს ყოველდღიური რუტინული, ვთქვათ, ცხოვრება, ხო, აი თუ მინდა რომ დავამთავრე უნივერსიტეტი, უნდა ვიმეცადინო, ხო, სხვანაირად ვერ შევძლებ. თუ ვთქვათ, მინდა რომ მქონდეს მარტივად ესე ფული სამსახური არის ხო აუცილებელი და ხო აი ეს ილუზორული მდგომარეობა რომ თქვათ აი თუნდაც ახლა დამოკიდებულებაში შედის ქცევითი დამოკიდებულებას ხო აი თამაშთან მიმართებაში და ახლა ვერ მოვიგებ წარმოუდგენელია ხო სამაგეროდ შეიძლება მთელი ცხოვრება წავაგო და აი ამას გაყვეს მთელი ჩემი ვთქვათ ჯანმრთელობაც ფინანსურიც ფიზიკურ ყველანაირი ხო და ქონება აბსოლუტურად ხო და არაერთი სამწუხაროდ არაერთი შემთხვევაა კი მრავალი ფაქტების მისulis თვითდაზიანებების სწორედ ამიტომ მინდა ამაზე აი ახლა რაზეც მე თქვენ გესაუბრებით და გეკითხებით სწორედ მე არავისკენ თიც არ ვიშვერ და არ ვამბობ ეს ცუდია თუ კარგია მე შეფასებას არ ვაკეთებ მე უბრალოდ ვამბობ როგორც არაპროფესიონალი ადამიანი ჩვეულებრივი მოკვდავი რომელიც ცხოვრობდი რომელიც მათ 90-იან წლებში ბავშვობა გავატარე და არაერთი წამალდამოკიდებული მამაკაცი მინახავს მამა მინახავს სხვისი და ეს იყო კოშმარი მაგრამ მაშინ ბავშვი ხარ და კიდე სხვანაირად აღვიქვავდი მე რომ ვიცი ეს რა ჯოჯოხეთია და რაში შედიან ნებით თუ უნებლიეთ ადამიანები, ამიტომ მინდა ამაზე ვისაუბრო. ეს არ არის პრობლემას გავეკეცი. ადამიანები ატარებენ ცხოვრებას ძილში. აი მე ეხლა საზოგადოებრივ ტრანსპორტით რომ მგზავრობ, ყოველდღიურად იმ ტერიტორიაზე მგზავრობ, სადაც სამწუხაროდ ხშირად მხვდებიან და რომ ვუყურებ, ასაკი ხომ არ არის სხვადასხვა ასაკის ადამიანები მე მგზავრებიან, მაგრამ ვუყურებ და ცხოვრება აქვს ძილში გატარებული. აი ეძინათ. სამწუხაროდ ცხოვრებამ გვერდით ჩაუარა არა და რომ ვუყურებ ხოლმე ვფიქრობ, რამდენი რამის გაკეთება შეეძლო, რამდენი რამეს მოაკლდა, რამდენი ემოცია მოიკლო, როგორც მამამ, როგორც კაცმა, როგორც ქმარმა, როგორც შვილმა, თვითონ ხომ მოიკლო, სხვასაც ხომ მოაკლო და
აი უბრალოდ პრობლემაში აღმოჩნდა ისეთში, რომლიდანაც თავის დაღწევა შეუძლებლობის ტოლფასია, რა ძალიან რთულია, იმდენად რთულია, რომ იქ ამ დროს შესვლა იმდენად მარტივია და იქიდან გამოსვლა უკვე ხანგრძლივი პროცესია, რომელიც ხანგრძლივ რეაბილიტაციას ძალიან კი. თუმცა აი კიდევ ერთხელ რომ ვთქვათ, რომ მაინც ეს არიან ადამიანები, ვინც ძალიან კარგად გრძნობენ თავის მდგომარეობას. აი რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს. ყოველი ახლა მე უამრავი ვთქვათ, შეიძლება ისტორიაც მოსმენილი მაქვს და ეს არიან ადამიანები, ვინც თუნდაც ყოველი ვთქვათ ნივთიერების გამოყენების შემდეგ განიცდიან საკუთარი თავის დანაშაულის გრძნობას და ამაზე კი თვითგვემა აქვთ მე რა თქმა აქვთ, თუმცა ესეც ნახეთ იმდენად ძლიერი არის თვითონ დამოკიდებულება და ავადება, რომ ადამიანი ეს მარტო ვერ უმკლავდება. და კიდევ ერთხელ აი ძალიან მომწონს ხოლმე, როდესაც ამას ვიძახი, ანუ ცალკეა პიროვნება, იმიტომ რომ ხა დარწმუნებული ვარ, რომ ამას თვითონ ამ მდგომარეობაში ყოფი ადამიანებიც ნახავენ, ხო? და ალბათ იფიქრებენ, რომ ხა ესე სულ ხო შესაბამისად ვიტყვი იმას, რომ ცალკე არის პიროვნება და ცალკე არის დიაგნოზი, როგორც სხვა ნებისმიერი დიაგნოზი. ეს შაქრიანი დიაბეტი იქნება თუ თქვათ ონკოლოგიური ხა დაავადებები, ხო? ანუ არის ახლა ცოტა ისეთ შედარებას ვაკეთებ, მაგრამ ეს ნამდვილად 100 არის და გამოსავალიც იმაში მდგომარეობს, რომ თუ აქვს ადამიანს გადაწყვეტილება მიღებული, რაღაცეების შეცვლა შეიძლება, მაგრამ ეს არის მტკიცე გადაწყვეტილება, მისი ნაბიჯი და მერე დახმარების თხოვნა ვთქვათ და ის ხარდამჭერი თერაპიული პროცესები, თუნდაც ის თვითდახმარების ჯგუფები, რომლებიც საქართველოში არსებობს და ხელმისაწვდომი, აი შეიძლება ვიღაცამ ესეთი თავის თავში კითხვა დასვას, რომ აი ხა ეს ადამიანი რო საუბრობს, ხო, ამ რეაბილიტაციაზე, ძვირია ეს რეაბილიტაცია და აი თუნდაც ხა დეტოქსის პროგრამა რო ვახსენე, ხო, ну რაღაცა თანხებთან არის დაკავშირებული, თუმცა არის მომენტები, რომელსაც ვთქვათ, სახელმწიფოც იღებს თავის თავზე, ხო, პასუხისმგებლობას. არის რეაბილიტაციის ცენტრები, თუმცა ასევე არსებობს თვითდახმარების ჯგუფები, ეს არის თანასწორ განმანათლებლები, ანუ ის ადამიანები, ვინც იგივე გზა გამოიარა და მათ შეუძლიათ რომ ხარდაჭერა გაუკეთონ და ეს არის ხანგრძლივი, ეს არ არის ერთჯერადი და გვაქვს საქართველოში საბედნიეროდ და ეს არსებობს როგორც თქვათ მხარდაჭერა ამ ადამიანებისთვის და ერთ-ერთი გზა რომელიც შეიძლება რომ შევთავაზოთ ხო მათი ოჯახის წევრებისთვისაც ასევე თუმცა ის სიმძიმე რომელიც აქვს ამ ყველაფერს ნამდვილად ვერ გავექცევით და ვერ ვუარყოფთ იმისთვის რომ აქამდე მივიდეს ანუ უნდა იყოს ნება მისი გადაწყვეტილება და შემდეგ უკვე დახმარების თხოვნა და მე მაინტერესებს სანამ აქამდე მივალთ თუნდაც მშობელი თუნდაც მეუღლე ვინც ცხოვრობს როგორ უნდა დაეხმაროს აი ძირითადად ხშირად მესმის ხოლმე და გამიგია რომ აი ეს მზრუნველობა კონტროლი სად მიდიხარ ყველაფერს აკონტროლებს ცოლები დიახ ცოლები აკონტროლებენ როდესაც წამალ დამოკიდებულ ადამიანთან ცხოვრობს ტელეფონს უკონტროლებს მისდევს მიყვება გამოუყვანია კი ბატონო და გამოუყვანია პრინციპში აი უკვე მომზადებული სიტუაციიდან და ასე შემდეგ და ისინი ამაზე მერე ღიზიანდებიან რომ აი შენ მაკონტროლებ მაგრამ თავისუფალ სივრცეს როდესაც აძლევ მერე ის უკვე ვეღარ მარტო ვეღარ ამბობს უარს ამაზე და ანუ ისევ ხდება არაფხიზელ მდგომარეობაში დაბრუნება და აი როგორ უნდა მიუდგნენ ოჯახის წევრები დედები მეუღლეები რა ვიცი აი ოჯახის წევრები ვისთანაც ცხოვრობენ და დახმარება უნდათ რომ აი შველა უნდა ცვილის, რა ვიცი, ვინც არის ოჯახის წევრი. ძალიან მნიშვნელოვანი კითხვა არის ესეც და ძალიან ფართო პასუხი შეიძლება ამაზეც, ხო? ეს ადამიანები ხა სხვადასხვა შეხედულებით, ხო, ვიღაცა თანადამოკიდებულს ეძახის, ხო, ვიღაცა ოჯახის წევრს, მეგობარს. თუმცა ჩემთვის ესე რაღაცა იარლიკებით არ არსებობს. არიან ადამიანები, ვინც უბრალოდ ართვლიან თავს თანადამოკიდებულება და ძალიან კარგად აქვთ საზღვრის საკითხი დაცული, ხო? ნუ რაღაცა მისი ქმედება თავისი პასუხისმგებლობა და გამიჯნულია, ხო? ოჯახის წევრები მქონია ესეთ შემთხვევებით.
თუმცა ის ვისაც ძალიან უჭირს და აი რაც თქვენ ახსენეთ, ხო, მიდის ვალსუხდის მაგალითად, აწვენს კლინიკაში, ცდილობს რაღაც იზრუნოს, ზრუნვას ვეძახით ჩვენ ამას და ძალიან დიდი მადლობა ამ ადამიანებს, თუნდაც იმ რესურსისთვის, რომელსაც დებენ მესამე პირში, მაგრამ სამწუხაროდ, აი რაოდენ სამწუხაროც არ უნდა იყოს, ვერ მუშაობს. ვერ მუშაობს იქიდან გამომდინარე, რომ ეხლა საკმაოდ რთულ, ანუ მარტივი საკითხი ნამდვილად არ არის და ძალიან გრძნობიარე საკითხია და ძალიან ბევრს შეიძლება ეთკინოს კიდევაც ეს საკითხი. არ არის გამოსავალი ის, რომ მე მას ვალი გადავუხადო. აი მხარდაჭერა ნიშნავს იმას, რომ შევთავაზო, თქვათ, შევთავაზო რომ არსებობს, მაგრამ საბოლოო ჯამში გადაწყვეტილება მივიღო, რომ პროფესიონალს უნდა ვანდოთ, იმიტომ რა თქმა უნდა და ამ ადამიანებსაც ნახეთ, აი თვითონ ოჯახის წევრებს ძალიან ჭირდებათ მხარდაჭერა და ამისთვისაც ხა არსებობს ჩვენს ორგანიზაციასაც აქვს თანადგომას ეს მხარდამჭერი თერაპიული ჯგუფები ოჯახის წევრებისთვის, მათი შვილებისთვისაც და კიდევ არსებობს სხვა ორგანიზაციებიც და არა მხოლოდ არსებობს ისევა ეს არაპროფესიონალური თვითდახმარების ჯგუფებიც, რომლებიც ამ მხარდაჭერას ძალიან კარგად ახორციელებენ. იმიტომ რომ მათ აქვთ ეს გამოვლილი და იციან. და ეს ძალიან ინდივიდუალური გზა არის ყველა ადამიანისთვის და ის რომ ვთქვათ მარტოობის განცდა აქვს, იმიტომ რომ ფაქტიურად მარტო იბრძვის მესამე პირის დაავადებასთან და ამ პირს გამოჯანმრთელება არ უნდა. ნახეთ აი როგორი სიტუაციაა, რომ ის ადამიანი, ვინც ოჯახის წევრია, იბრძვის მის ნივთიერებაზე ებრძვის და ამას არ უნდა ამ ნივთიერებას, რომ თავი დააღწიოს მაგალითად, ხო აი არ არის მარტივი. არა, როდესაც უნდა თუ აქვს სურვილი, რა თქმა უნდა, მხარდაჭერა. მაგ შემთხვევაშიც ძალიან რთულია. ეს ესე მარტივი არ არის. აი ერთ მხარეს რაღაცას მისას უნდა რეალურად ხვდება, რომ თავს იღუპავს და ეს არის კატასტროფა მისთვის და არ უნდა, მაგრამ არის მეორე მხარე, რომელიც ამას ებრძვის და ეუბნება, რომ არა გინდა და აი აქ მე ეს წონის და უკვე ვეღარ ერევი, თორე მე პირადად არ მინდა, აი არა, არ ვიზავ, აი ვაიმე, აი უიმე, აი ზიჯერებ შენს გჯერა მე რაღაცაზე ბხუჭები, რომ აი არ უნდა რაღაცა და ამ დროს აღმოჩნდება, რომ მოვიდა არაფხიზელი. და სადღაც გულის სიღრმეში ვფიქრობ იმას, მე პროფესიონალებზე არ მაქვს საუბარი, აი მე უხლებ ვფიქრობ იმას, რომ ხო მართლა არ უნდა და აი მე უნდა ვუშველო, მე უნდა ვიყო. ეს აზრიც მოდის ხოლმე ოჯახის წევრ. არა, მე ეგ აზრი არ მომსვლია, იმიტომ რომ ჩემამდე იყო ეგ მისი დამოკიდებულება, რომ მე არ გამომიწვევია და ეგ აღარ ამიკიდებია ჩემ თავზე, მაგრამ კარგია, რომ ხო, აი ეს ძალიან ისეთია. მე მქონდა ის, რომ აი უნდა ვუშველო, უნდა, მაგრამ აი ერთ მე იგონებ იმას, რომ ამიტომ, იმის ბრალი, ამის ბრალი, ამ დროს რეალურად თვითონაც ვერ არის მისული საბოლოოდ იქამდე, რომ რეალურად უნდა რომ ამას თავი დააღწიოს. და საზღვრებს ვეხებით ამით ნახეთ, პიროვნულ საზღვრებს ვეხებით, საკუთარს, ანუ ემოციურს და ფიზიკურ საზღვრებს. კიდე საკუთარ თავსაც ვწირავთ. კი ბატონო, ვწირავთ, ხო, ანუ ჩვენთვის მნიშვნელოვანი არის ჩვენი როგორც ფიზიკური, ასევე ემოციური უსაფრთხოება და შესაბამისად გვაქვს უფლება, რომ ვიყოთ ბედნიერები, ჯანმრთელები, წარმატებულები და გქონდეს, ხო, ცხოვრება და შიშის ქვეშ გქონდეს ცხოვრება და თუ ის ადამიანი აქ არჩევანი გააკეთა ნივთიერებაზე არა, უბრალოდ ამ ეტაპზე ამ მდგომარეობაში შეიძლება არის ესეც შეიძლება, აი, ნახეთ, ჰიპერმზრუნველობა შეიძლება რაღაცა მომენტში იყოს სიანის მომტანი და ეხლა მე არავის არ მოუწოდებ, რომ ეხლა ოჯახის წევრს არავის არ მოუწოდებ იმისკენ, რომ უბრალოდ ცოტა უფრო პროფესიონალებს რო დავეკითხოთ, ჯობია და უფრო კარგ რჩევას მოგცემენ ინდივიდუალურად ალბათ, ხო? პირადად, იმიტომ რომ ადამიანს რომ შეეძლოს სხვანაირად მოქცევა, ისე არ მოიქცეოდა. და როდესაც რაღაცა მაწუხებს და ჩემით ვერ ყვევი ხო რა ხდება, აი თუნდაც რომ გავარკვიო საკუთარ თავში, რომ რა არის ეს, რომ იმას აქვს დამოკიდებულება ნივთიერებაზე და მე იმაზე ვარ დამოკიდებული, მის ქცევაზე ვარ და ბოდიშს ვიხდი მის მაგივრად, ხო, ვალს ვიხდი მის მაგივრად, რა ვიცი, პურს ყიდულობ მის, აი რა ხდება?
ხო? აი ამ საკითხთან დაკავშირებითაც ძალიან მნიშვნელოვანი არის ხოლმე რომ დავაკითხოთ სპეციალისტებს, მივიღოთ თქვათ ინფორმაცია ამასთან დაკავშირებით და მე მივიღო მე თვითონ ანუ თავის თავში მიიღოს ადამიანმა გადაწყვეტილება თვითონ სად არის ამ თავისი მდგომარეობით, სად არის მისი პირადი ცხოვრება? რას საქმიანობს, როგორ საქმიანობს და რისთვის აკეთებს ამ ყველაფერს, ანუ мотивация რა არის? გადაარჩინოს, დაეხმაროს, ანუ მისი мотивация რა არის და რამდენად უფრთხილდება საკუთარ თავს. რამდენად უფრთხილდება, იმიტომ რომ მე თუ საკუთარ თავში ჩემი თავის მიმართ სიყვარულს ვერ ვგრძნობ, ხო, სასოწარკვეთილი ვარ, იმედგაცრუებული ვარ, რამდენად შემიძლია მესამე პირზე ვიზრუნო. რა თქმა უნდა. აი საკითხით შეიძლება რომ დავსვა საკუთარ თავთან, ანუ ვიმსჯელო ამ საკითხს. და ერთს ვიტყვი რომ მე პირადად დავკარგე რეალობის აღქმის უნარი. ანუ ვეღარ ვხვდებოდი სად იყო რეალობა და სად არა რეალობა, იმიტომ რომ ერთ მდგომარეობაში ერთი მოცემულობა მქონდა ერთი და იგივე საკითხზე და მეორეში მეორე. ანუ იმდენად იცოლებოდა შავ ფერთან მიმართებაში მარტივი მაგალითი რომ მოვიყვანო. ერთ მდგომარეობაში იყო რეალურად შავი და მეთანხმებოდა რომ თქვა შავია და მეორეში შეიძლება ყოფილიყო აგრესიული და ამის გამო ძალიან დიდი სკანდალი მოეწყო რომ არა არ არის ეს შავი და ამ დროს შეთანხმებული ვართ რომ შავი ვარ და მე აქ უკვე ვიკარგებოდი ანუ ჩემ თავს ვკარგავდი იმიტომ რომ ვეღარ ვხვდებოდი სად იყო რეალობა როდის უნდა დამე გადაწყვეტილება აი როგორ მიიღეთ გადაწყვეტილება ეს ძალიან ცოტა ბოდიში ხარ არა როგორ გეკადრავთ ამაზე პირველ გადაცემაში ვისაუბრე მე არ მიმიღია ეს გადაწყვეტილება მიიღეს ჩემმა მეგობრებმა დამსვეს უბრალოდ ჩემი მეგობარი ხარდაჭერა გაგიკეთეს არა მარტო ალბათ ყველაზე დიდი რამ რაც გააკეთეს ეს იყო ის რომ დამსვეს როდესაც ის არაფრთხილ მდგომარეობაში ნახეს რა მდგომარეობა იყო დამსვეს და მითხრეს რომ ან შენ ეხლა მიდიხარ შენს მშობლებთან და ტოვებ ქალაქს ან ჩვენ ვრეკავთ ჩემს მშობლებთან და ვეუბნებით რა მდგომარეობაში ხარ იმიტომ რომ აღარ ხარ თვალები გაქვს შუშის არ ხარ 37 კილო ხარ და წარმოუდგენელია ის პრობლემაა რა პრობლემაც გაქვს თქვა ამ წუთას ფინანსური ჩვენ შეგვიძლია დაგეხმაროთ მაგრამ ეს იმ პრობლემას გიწყვეტს რა პრობლემის წინაშეც რეალურად დგეხარ და შიშის ფაქტორიც იყო ალბათ თორე გააზრებული და ეს რომ გითხრათ ახლა ნაფიქრი ნაბიჯი გადავდგი და წამოვედი არა იმიტომ რომ მე რო ეს გაანალიზებული მქონოდა მე რო ეს ჩემ თავში გადახარშული მქონოდა აღარ შევურიგდებოდი მაგრამ მე 4 თვის შემდეგ შევურიგდი იმიტომ რომ მე ეს ტკივილი ვერ გადავხარშე და ვერ გადავერ მე მის წინაშე თავს განშორების და ღალატის მე ვთვლიდი რომ მე მას ვუღალატე მე ის მივატოვე იმიტომ რომ მან ერთხელ მითხრა რომ მე შენს გარეშე მოვკვდები და აი მე ჩავთვალე რომ მე ყველაზე დიდი საშინელება ჩავიდინე და ამიტომ მე მას შევურიგდი, მაგრამ მასთან შერიგება ნიშნავდა იმას, რომ მე ჩემს მეგობრებს ვუღალატე და ну მოკლედ მთელი ჯაჭვი იყო ეს და ეს არ იყო მასთან განშორება, ეს იყო როდესაც დამთავრდა ურთიერთობა. მე ცხოვრება დავამთავრე იმ ფორმით, რა ფორმითაც მანამდე ცხოვრობდი. ანუ დავტოვე სახლი, ჩემი ოცნების ქალაქი, ჩემი მეგობრები და ჩემი სამსახური. ანუ რადიკალურად ჩემი ნება სურვილის გარეშე იძულებული გავხდი, რომ ყველაფერი შემეცვალა. და ამასობაში ვიყავი ორსული, უკვე შემდეგ დაბრუნებიდან და სულ სხვა რეალობაში აღმოჩნდი და ამიტომ ასე მარტივად ამ საკითხზე, როდესაც ვიღაცები საუბრობენ, ძალიან ვბრაზდები. სიმართლე რომ თქვა, იმიტომ რომ ეს არ არის მარტივი. მარტივი ნამდვილად არა. ძალიან რთულია წამალდამოკიდებულ ადამიანს უყურო, იცხოვრო, ის მოვიდეს არაფხიზელი კატასტროფა. იყოს ფხიზელი კოშმარია, იმიტომ რომ აქვს ფიზიკური ტკივილი, ლონკა და არა მხოლოდ ფიზიკური, ანუ ფიზიკური რომ გადის რაღაც გარკვეული პერიოდის შემდეგ იწყება მერე ეს ემოციური კი ბატონო, და აი სულ მაგას ვამბობ, მე რო ალბათ უფრო მეტი ინფორმაცია მქონოდა, რომ ეს მდგომარეობა რას ნიშნავს და რა არის და როგორ მდგომარეობაში, ალბათ ჩემი ქმედება უფრო ადეკვატური იქნებოდა მის იმ მდგომარეობასთან, იმიტომ რომ მე საერთოდ ვერ ვხვდებოდი ის რა მდგომარეობაში იყო, არ ვიცოდი, ანუ ვერ ვიგებდი რა მდგომარეობა ქონდა მას, რატო იყო ასე.
ეს რომ ცოდნოდა ალბათ უფრო მარტივი იქნებოდა და ამიტომ ვამბობ, რომ გოგოები, ჩვენი შვილები უნდა გავაფრთხილოთ, უნდა იცოდნენ ის რა მდგომარეობაა. უნდათ ამ მდგომარეობაში ან თვითონ იყვნენ ასე. კი ბატონო, კაცებიც, ძმები, მამები, რომ აი ვიცოდეთ ეს რა მდგომარეობაა რეალურად. მე მომისმენია ისიც რომ მე ვაკონტროლებ. მე ვიცი, როდის შევძლებ ამაზე უარის თქმა და ეს არის ტყუილი, თავს იტყუებთ. ეს ასე არ არის, არ შეიძლება ამის კონტროლი შეგეძლოს. ეს არის შეუძლებელი. მესმის, თუმცა აქაც თვითონ თავისი პირადი გადაწყვეტილების მომენტი დგება ხოლმე და ხა ესე სულ ესეც რომ არ ვისაუბროთ ამ თემაზე, ხო არსებობს ბენ უამრავი მაგალითები, ის ადამიანები, ვინც ცდილობს და გამოჯანმრთელების პროცესში არის ჩართული. იცით მე რას ვამბობ? მე ვამბობ იმას, რომ როდესაც შენ გჯერა, რომ მე ამას ვაკონტროლებ, შენ თავს ატყუებ, მე კი არ მატყუებ და ამიტომ და სიფრთხილით, მეტი სიფრთხილით საერთოდ მძღო, იმიტომ რომ წამლის გაკეთება არ გაკეთების კონტროლი და დღეს გავიკეთებ და მე ერთი წელი არ გავიკეთებ, ეს არ არის რეალური. ის ისე გიტყუებს, რომ შენ ამას ემოციურად ვერ გააკონტროლებ ამას და ვერც ფსიქოლოგიურად და ამიტომ ვამბობ, რომ ეს მაინც მე მგონია, რომ თავს ვიტყუებთ რა ამ შემთხვევაში და ჯობია საერთოდ არასდროს არ გავსინჯოთ. გასინჯვით ვუყავთ საკუთარ თავს. პრევენცია ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიება არის, რომელიც ძალიან ადრეული ასაკიდან, ანუ სკოლის პერიოდიდან უნდა დაიწყოს და ეს ჯანსაღი ცხოვრების, ეხა ესეც ცოტა ესეთი თემა არის ხოლმე, ხო? ჯანსაღი ცხოვრების წესი, თუმცა არსებობს ცხოვრებაში ისეთი რამაც შეიძლება სიამოვნება მოგვანიჭოს, ეს შეიძლება იყოს სპორტული აქტივობა, ეს შეიძლება იყოს მოგზაურობა, შეიძლება იყოს თუნდაც ლიტერატურით მოგზაურობა, ხო, ანუ თეატრი, კინო, ან უამრავი რამ, რითაც შეიძლება შევიმეცნო საკუთარი თავი, ისევ აი ეს ფსიქოჰიგიენას, რასაც ვეძახით, ხო და დისციპლინა, რომელიც გვეხმარება გამოვიმუშაოთ ქცევა, რომელიც არ იქნება ზიანის მომტანი, ხო? ეს ჯანსაღი ცხოვრება არ არის კვება მხოლოდ, ეს არის ადგომა, დაწოლა, რეჟიმი და ჯანსაღ სხეულში ჯანსაღი სულიაო ზუსტად ასეა. ანუ ფსიქიკაზე ჩვენი ფიზიკური მდგომარეობა ძალიან მოქმედებს კი არა პირდაპირ აისახება და ამიტომ შევეცადოთ რომ ფიზიკურად ვიყოთ ჯანმრთელად და მოვირგოთ ის ან სპორტის სახეობა, ან თეატრი, ან კინო, რაც ჩვენ გვაჯანმრთელებს და გვაძლევს. მე მაგალითად ფეხით სიარული არის ჩემთვის ყველაზე დიდი რელაქსი. და აი მოვირგოთ, რაც ჩვენთვის სასიამოვნოა და სიამოვნებას იწვევს და ის ვაკეთოთ. და არ შეგვეშინდეს სიახლის, ანუ ჩვენი ცხოვრების მოსინჯვის და გასინჯვის. აი, ხშირად არის, როდესაც რეაბილიტაციაზე მიწევს ადამიანებთან ურთიერთობა, თითქოს აი ნაბიჯის გადადგმის ეშინიათ, ანუ ეს სიახლის შიში, რომელსაც ძალიან ურთხიან, რომ ეხლა ნახევარი ცხოვრება, რომ აი ამ მდგომარეობაში არის, ხო, რუტინულად არის ამ მდგომარეობაში, რაღაც ახლის მოსინჯვა ძალიან უჭირთ ხოლმე და ეს არა მხოლოდ ეხლა ზოგადად ნივთიერებაზე დამოკიდებულ ადამიანებს ახასიათებს, ხო, ადამიანებს ზოგადად გვახასიათებს რაღაცა ახლის, აი მიუღებლობა, იმიტომ რომ ეს კომფორტის ზონიდან გამოსვლას გულისხმობს, ხო, თავისთავად და აი თუნდაც ის რომ მოვსინჯო, ხო, თუ ცურვა არ ვიცი და მაქვს სურვილი, შემიძლია ვისწავლო. თუ ცეკვა არ ვიცი და მაქვს სურვილი, ახლა დღეს არის უამრავი შესაძლებლობა, რომელიც შემიძლია გამოვიყენო. ანუ მივიღო ის, რასაც მთავაზობს. ხო, ახლა ვიღაცამ შეიძლება ისიც იფიქროს, რომ აი ფინანსური საკითხი, ხო? აი შეიძლება ეს ყველაფერი ფინანსებთან იყოს მიბმული. აი თქვენ წეგან ახსენეთ სეირნობა, ხო? აი რა ფინანსებთან არის დაკავშირებული, სუფთა ჰაერზე გასვლა, ხო? აი ის აქტივობები, რომელიც შეიძლება არ დავაკავშიროთ, თქვათ, ფინანსებთან და მივცეთ მაგრამ მე მანიჭებს სიამოვნებას და შემოქმედებითი თავისუფლება მივცე, ხო? აი ის თავისუფალი ნება გამოვხატო იმ ყოველდღიურ ქმედებაში, რომელსაც თუნდაც
დილას ადრე ადგომა ქვია და ყავის მოდუღება და ჩემ ოჯახის წევრებთან თუნდაც ემოციური საუბარი, ხო, გაზიარება საკუთარი, თქვათ, დღის გეგმის და კიდევ ერთი აი მშობლებთან ალბათ ვიტყოდი, რომ ნუ შეგეშინდებათ საკუთარი შვილების ემოცია. ეხლა ეს არ არის რაღაც ის, რომ აუცილებლად ეშინია, ხო, ვიღაცას, მაგრამ ის, რომ თქვათ, ემოციურად მე რაღაცის მაქვს როგორც მშობელს, არ ნიშნავს იმას, რომ არ უნდა მივცე ჩემ შვილს იმის უფლება, რომ გამოცადოს. ფანტასტიკურ რაღაცას ამბობთ, ეხლა მინდოდა მეთქვა და ვფიქრობდი როგორი ფორმულირებით ვთქვა. ზუსტად ეგ მინდოდა მეთქვა მშობლებისთვის. ჩვენ დროს იყო, რომ აი მე მაგალითად ხშირად მეუბნებოდნენ ჩემი მშობლები სტუდენტობის პერიოდში, რომ აი კი წახვალ, მაგრამ მე იქიდან როგორ მოხვალ და იქ არ წახვიდე, იმიტომ რომ ამიტომ და რა აუცილებელია რომ წახვიდე, აუცილებელია ყველგან წახვიდე, აუცილებელია დაბადების დღეზე. აუცილებელი კი არ არის, მე მინდა. და მშობლები, როდესაც ხშირ შემთხვევაში ვკრძალავთ რაღაცას, მათ კი არ ვუკრძალავთ, ჩვენი კომფორტის ზონიდან არ გვინდა გამოვიდეთ. ანუ მე როცა სახლშია, მშვიდად ვარ და კომფორტულად ვარ, მაგრამ ის როდესაც გარეთ არის, მე ვხელავ ემოციებში ვარ, ვაიმე სად არის, ვაიმე როდის მოვდა, აი ამ დისკომფორტის შექმნა არ გვინდა, მე ასე ვხედავ და ამიტომ აი ვცდილობ რომ მე პირიქით რა. თუმცა ნახეთ, დისკომფორტი მექმნება მაშინ, როდესაც მე ვთქვათ მიჭირს საკუთარ თავზე ფოკუსირება, ხო და ორიენტირებული ვარ ისევ მესამე პირზე, რომელიც თუნდაც ექსკურსიაზე არის წასული, ხო, ეხლა დღის განმავლობაში ხა დედები დამეთანხმებიან, ვისაც თუნდაც ბაღის ასაკის ბავშვი ყავს, ხო, რომ ძალიან დიდი ფუფუნება, როდესაც ბავშვი არის ბაღში და თქვათ შვიდად შეიძლება იგივე ხო მოზარდის მშობლისთვისაც ახლა თავისუფლად შეიძლება დავკავდე ყოველდღიური აქტივობით, ეს სამსახური იქნება ჩემი ყოველდღიური საქმიანობა და რა თქმა უნდა, ახლა ეს არ არის, ნახეთ, კონტროლით ვერ შევცვლით, ხო? კონტროლით ნამდვილად ვერაფერს ვერ შევცვლით. მივცე უფლება, რომ იყოს თავისუფალი, ისი ამოვნოს იმ თავისი, ვთქვათ, იმ მდგომარეობით და მეც მასთან ერთად ვიყო და გავიხარო. კი ბატონო, ნამდვილად გავიხარო და გავიზიარო მისი სიხარული და მეც მქონდეს ის რაღაცა, რაც ჩემთვისაც მნიშვნელოვანი და აქტუალურია და არ ვიყო მიმართული ჩემ შვილზე. მე მესმის. კი, გონებით 24 საათი, 24 საათი არ უნდა ვფიქრობდი იმაზე, აი ვაიმე სად არის, ვაიმე რა საკეთებს. მე მაგალითად ეს არ ვიცი. აი ვერავის ვერ გეტყვით, როგორ მივიდა ჩემი შვილთან ურთიერთობა ამ მდგომარეობამდე, რომ წლებია, როდესაც სახლში სკოლიდან ბრუნდება, მირეკავს და მეუბნება, დე, მე სახლში მივდივარ. და ასე რომ ვთქვა, კარგი დე, როგორი დღე გქონდა, როგორ ჩაიერა, ჭამე, შეჭამე და ასე შემდეგ. ამიტომ მე არ მჭირდება ეს აი კონტროლი, თავად აქვს ეს გამომშობილი, რომ დამირეკოს და გასასეირნებოდ. თქვენ ინტერაქცია არის ესეთი. ნახეთ, თქვენ გაქვთ ინტერაქცია თქვენ შვილთან. ანუ ურთიერთობთ თქვენ ერთმანეთთან. ხა შეიძლება ვიღაცას გაუჩნდეს უარყოფა იმის, რომ აი რას ნიშნავს არ გავაკონტროლო. ანუ ჩვენ ხო ესე გვასწავლეს, რომ კარგი მშობელი კონტროლი, ხო? ანუ არსებობს რამოდენიმე მოდელი მშობლის თუნდაც, ხო? მეგობარი მშობელი, უარმყოფელი მშობელი, ვთქვათ, მაკონტროლებელი მშობელი, რომელ მოდელს ვირჩევ? ისევ აქაც ნახეთ, ესეთი სტანდარტი არ არსებობს, თუმცა არსებობს ის შეგრძნება, რომლითაც შეიძლება რომ მშობლის ინტუიციას დავეყრდნო და შევეცადო, მივცე საკუთარ თავსაც უფლება და ჩემს შვილსაც ვთქვათ უფლება იმის, რომ შეიმეცნოს საკუთარი ცხოვრება და რაღაცა მიეცეს ეს თავისუფლება, ხო, ადამიანს, რომ დამოუკიდებლობა ისწავლოს. მიიღოს თვითონ გადაწყვეტილებები. ისწავლოს დამოუკიდებლობა. თუმცა ეხა ესეც ნახეთ, შეიძლება ვიღაცამ რადიკალურად აი ყოველთვის მეშინია ხოლმე, არ მეშინია, საფრთხილო არის ხოლმე, ხო ესეც საკითხებზე საუბარი, რომ ვიღაცისთვის ეს შეიძლება ძალიან დიდ რადიკალიზმს გულისხმობდეს, ან შეიძლება ისიც თქვან, რომ აი კომპეტენცია რამდენად აქვს ამ ადამიანს, ეხა აი ამ თავისუფლებაზე რომ საუბრობს, რომ როგორ მივცე, ხო, ესეთი თავისუფლება საკუთარ შვილს. აბა თუ არ გავაკონტროლო, ხო, როგორ მოხდება ეს ყველაფერი და კონტროლსაც აქვს ფორმა, მე ვფიქრობ. რაც უფრო ლამაზი იქნება, მით უფრო მოვა შვილისგან ნდობა და ის თავისით გეტყვის და სულ არ გჭირდება იყო მაკონტროლირებელი ძალა და იყო დედა, მშობელი, მეგობარი, საუბარი, დიალოგი. ანუ
იცით რისი თქმა მინდა, როდესაც მოვა შვილი და გეუბნება რომ მე მივიღე ცუდი ნიშანი, შენგან რა ემოციაც წავა, შემდგომი მთელი ცხოვრების ურთიერთობა ამით ჩამოყალიბდება, იმიტომ რომ მე თუ მოვედი და შენ გითხარი რომ მივიღე ორიანი და შენ მე მიყვირე, მეორედ მე შენთვის სიმართლის თქმა ნებისმიერ სხვა საკითხზე შემეშინდება და აღარ გეტყვი. ამიტომ ეს რომ გავიაზრე, მივედი იქამდე რომ მივიღე, არა უშავს დე, ვიმეცადინებთ გამოასწორებ. მართლა არა უშავს გამოვასწორებთ, იმიტომ რომ რაც უფრო აი ამით ვით უფრო ხომ არ განსაზღვრავს ჩემი შვილის, ანუ ბავშვის პიროვნებას შეფასება ხომ არ განსაზღვრავს. მე არ მიყვარს ის ორიანის ან ხუთიანის გამო მე მიყვარს ის ისეთი როგორიც არის და ამიტომ ჩვენი თავი მივიღოთ, ჩვენი თავი შევიმეცნოთ, შევისწავლოთ, ვიცოდეთ ჩვენი სურვილები, არ შეგვეშინდეს ჩვენი სურვილების უბრალოდ შევეცადოთ, გაღვიძებით, დაძინებით, ვიყოთ ბედნიერები, ჩვენი ოჯახის წევრების ჯანმრთელობით, კარგად ყოფნით, აი ბედნიერები მარტივ რაღაცებით თუ ვიქნებით, სულ ამას ვამბობ ყველა გადაცემაში, მაგრამ მჯერა რომ ბედნიერი ადამიანი არ მოუწევს რომ გახდეს წამალდამოკიდებული და მერე ცხოვრებაში ეძინოს და ამას ებრძოლოს და დაღუპოს საკუთარი თავი და საკუთარი მშობლები. იმიტომ რომ აი მშობელ ცოლი კიდე წავა გაექცევა რაღაცას იზავს და აი მშობლისთვის ეს არის ალბათ ყველაზე დიდი ტრაგედია. აი ეს არის ტრაგედია. ჩემთვის ეს არის ტრაგედია, იმიტომ რომ აი ძალიან მეწოდება ყველა ის მშობელი, იმდენად გამწარებულია და იმდენად საშინელებაა, რომ აი ჩემთვის ძალიან ჯოჯოხეთია ეს ამბავი და თქვენ რა რჩევას დაუტოვებთ? მე ვუსურვებდი, რჩევას ვერ მივცემ, მაგრამ ვუსურვებდი, რომ თავის თავში მოეძებნათ ის ძალა, რომელიც გაუჩენს სურვილს მოქმედებისკენ, ნებისმიერ ადამიანს. აი ეს შინაგანი ძალა, რომელიც გაუჩენს სურვილს მოქმედებისკენ და განსაკუთრებით დამოკიდებულების მქონე ადამიანებს მე მჯერა მათი. რომ თუ მიიღებენ გადაწყვეტილებას და თუ გაუჩნდებათ სურვილი, გამოსავალი შეიძლება მოწებნონ. და ხარდაჭერაც მიიღონ ახლობელი ადამიანებისგან და ოჯახის წევრებს ვუსურვებდი შინაგან სიმშვიდეს, მიმღებლობას და გამძლეობა ხო და თან ნახეთ არის ხოლმე ბრალდება მოდის ხოლმე და ერთი ძალიან მნიშვნელოვანია კიდე რომ ოჯახის წევრი არ არის, დედა არ არის და მამა დამნაშავე, თუმცა რაღაცა განმაპირობებელი შეიძლება იყოს. ნახეთ, აი ეს დანაშაულის გრძნობაც ვერ ეხმარებათ ხოლმე ამ ადამიანებს. ვერა, უბრალოდ აი გაძლებას იცით რას გულისხმობ, როდესაც კივა იმ ადამიანს და იმ მომენტში თქვათ არ აქვს იმდენად არაადეკვატურად იქცევა, იმდენად უზნეოდ იქცევა და იმდენად ბევრ ცუდს აკეთებს, რომ ამას დედის მხრიდან ნამდვილად ჭირდება, რომ გაუძლოს შვილს უყო ისეც, როგორიც არ იყო, 5 წლის არ იყო, 10 წლის არ იყო, ეგეთი მე რა შენ გიჩნდება ის მომენტი, რომ აი მაშინ ხო არ იყო, ხო კარგი იყო და რატო დაემართა, აი რატო და დედა მამას უნდა გაუძლოს რა, ძალიან ძლიერი უნდა იყო, რომ ამას გაუძლო ფსიქიკითაც და ფიზიკურადაც, იმიტომ რომ ძალიან რთული. მარტივი ნამდვილად არა. მე ვამბობ, ცხოვრება მაინც მშვენიერია და ვიცხოვროთ რა, არ დავიცინოთ, არ გავატაროთ ცხოვრება ძილში და ბევრი სიახლეები მოვიძიოთ ჩვენთვის. ვისწავლოთ, არც ერთ ასაკში არ არის სწავლა გვიან. ყველა ასაკს აქვს თავის ხიბლი, მივიღოთ, შევიყვაროთ ჩვენი თავები ისეთები, როგორებიც ვართ და შევეცადოთ, რომ უკეთესები გავხადოთ. ჩვენი შვილებისთვის, საკუთარი თავისთვის, მშობლებისთვის, საყვარელი ადამიანებისთვის და უბრალოდ მხოლოდ საკუთარი თავისთვისაც. შეიძლება ეცადო, რომ იყო ძალიან კარგი, ლამაზი და ბევრად უკეთესი ვიდრე გუში. ძალიან დიდი მადლობა სტუმრობისთვის. მადლობა თქვენ და აი ძალიან სასიამოვნოდ ვისაუბრეთ, დიდი ემოციებით. მადლობა წარმატებები და მე მჯერა რომ ყველაფერი კარგად იქნება. გამოგვიწერეთ YouTube-ზე, TikTok-ზე, Instagram-ზე და Facebook-ზე, გააქტიურეთ ღილაკი ზარის YouTube-ზე, არ დაგავიწყდეთ, დაგვიკომენტარეთ, მოგწერეთ, მე მზად ვარ. გიპასუხოთ ყველა კითხვაზე, პირადში შეგიძლიათ მომწეროთ და აუცილებლად ვისაუბრეთ ნებისმიერ საკითხზე და ეს საუბარი ჩვენ შორის დარჩება ამის პირობას გაძლევთ. თუ რამით შევძლებთ დახმარებას მზად ვარ. ოღონდ ეს მხოლოდ აქვე მინდა ხაზი გაუსვა, რომ დიდი იმედი იმისა, რომ მე მთებს გადავდგავ ამ შემთხვევაში ვერა. მე შემიძლია დაგაკვალიანოთ რაღაც ინფორმაცია მოვიძიოთ თქვენთვის და
უბრალოდ სიტყვიერი თანადგომა გამოგიცხადოთ, ჩემი გამოცდილება გაგიზიაროთ, იმიტომ რომ თქვენს მაგივრად მისაღებ გადაწყვეტილებებს მე ვერ მივიღებ ამ ხელა პასუხისმგებლობას ჩემ თავზე ვერავინ. მოკლედ გელით. მადლობა, ნახვამდის მომავალ შეხვედრამდე.